რაც შეეხება ყოველდღიურ პროგნოზებს, რომელსაც თქვენ ისმენთ ტელევიზიაში, რაც გესმით ზოგადად რადიოებიდან, თუნდაც ჟურნალებში ეწერა ადრე, ახლა არ ვიცი რამდენად ხალხი კითხულობს ამ ჟურნალებს და გაზეთებს, მაგრამ ყველა მიცით ყოველდღიური ასტროლოგია, ყოველდღიური პროგნოზი, ეს არის თვითონ ასტროლოგიის ისტორიაშიც კი ძალიან ნათლად მითითებული და ბევრი ასტროლოგი ისედაც აღიარებდა, როდესაც თუ ჩავუღმავდებით ასტროლოგიის ისტორიას, ეს ყველაფერი შეიქმნა იმისთვის, რომ ყურადღება მიექციათ ასტროლოგიისთვის, რომ ხალხში პოპულარული ყოფილიყო უფრო ასტროლოგია შესაბამისად, მოიგონეს აი ესეთი მეთოდი, ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, ეს არ არის არაფერი ცუდი და არაფერი ტყუილი, უბრალოდ ეს არის ძალიან ზოგადი მეთოდი, განზოგადებული და შესაბამისად ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ახდება ის ყველაფერი, რაც წერია ესე ვთქვათ, აი ამ ყოველდღიურ პროგნოზში. შესაძლებელია ახდეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელსაც მზე ყავს პირველ სახლში. აი მაგალითად თუ პროგნოზი არის, აი ვერძისთვის დღეს იქნება ესეთი კარგი პერიოდი ან რაღაც, ვისაც მზე ყავს ვერძში პირველ სახლში, იმისთვის შესაძლოა ახდეს. სხვა შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, ეს არის არ ვიცი 1% შანსი, რომ იქნება დაემთხვეს და ახდეს, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში არც ისე ბევრი რამე ხდება, თუ ესე ყოველდღიურად შევაფასებთ ზოგადად, რომ დღეს კარგი დღეა და ხვალ ცუდი დღეა, შეიძლება დაემთხვეს, იმიტომ რომ ძალიან ზოგადი აღწერა, ესე ვთქვათ, დღის კარგი დღე და ცუდი დღე. ბევრისთვის შეიძლება კარგი დღე იყოს, უბრალოდ ეს კარგი დღე ბევრისთვის განსხვავდება, ბევრისთვის პირადშია კარგი დღე, ბევრისთვის სამსახურშია, თუ ეს არ არის დაზუსტებული, ეს ძალიან ზოგადი ანალიზი არის. შესაბამისად, ლოგიკურია რომ ახდება, მაგრამ ზოგადად, რაც არის აი ეს ყოველდღიური ანალიზი, ეს არის დაფუძნებული ძალიან პრიმიტიულ მეთოდზე, რომელიც არის იმდენად ზოგადი, რომ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებასთან ძალიან ცოტა შეხება აქვს, მინიმალური და შესაბამისად ნაკლები შანსია ძალიან რომ ახდეს. ამიტომაც ვისაც გაინტერესებთ რეალური ასტროლოგია, პროფესიონალური ასტროლოგია, არ მიაქციათ ყურადღება ამ ყველაფერს, ეს მეთოდი გამოიგონეს და ეს ყველაფერი იბეჭდებოდა თავიდანვე დავრცელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ასტროლოგია ყოფილიყო უფრო პოპულარული და ასტროლოგიისთვის ხალხს რამენაირად ყურადღება მიექცია, რადგან ადრე, როდესაც ეს ასტროლოგია ვითარდებოდა, ძალიან ცოტა იყო ამ ყველაფერით დაინტერესებული და ეს უბრალოდ ინტერესის გამო მოხდა ის ხო და ეს. ამიტომ არ ღირს სერიოზულად ახთმა ამ ყველაფრის, ეს არ არის ასტროლოგია და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროფესიონალურ ასტროლოგიასთან.